უნდა გააკეთოს ახლა იმ სახაზინო პოლემიკაში შემოდიხართ ჩემთან დავასრულოთ საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 11 პირს მათი და მათი ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის მიერ სასამართლოს ხდომის დატოვება უძღოდა, რადგან მისი ადვოკატი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ამიტომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ყველა ბრალდებულ საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. ადვოკატები განმარტავენ, რომ მათი ჩანაცვლება არ მომხდარა, არამედ მოხდა საზოგადოებრივი ადვოკატების დამატება. მათთვის უცნობია, როგორ უნდა მოასწრონ სახაზინო ადვოკატებმა ერთ დღეში 13 ტომიანი საქმის გაცნობა და ბრალდებულებთან შეხვედრა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ არასამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლო იმჯელებს არამხოლოდ ბატონი გურამი მირცხულავის შემთხვევაში ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ წარმოდგენილი 11-ვე ბრალდებულთა მიმართებაში სასამართლო სახაზინო წესით დანიშნავს ადვოკატს. აღნიშნული განჩინება გაეგზავნება შესაძლებლად შესაბამისი ორგანოს დახმარების ბიუროს. ბატონო მოსამართლე, შემთხვევაში და მიგვითითოთ ჩემს დაცვის ქვეშყოფს რის საფუძველზე უნიშნავთ სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. რომელი მუხლის დავასრულოთ სასამართლომ დანიშნა ადვოკატის სახაზინო წესი და ყველა ბრალდებულთა მიმართებაში იცოდი ბატონო დავასრულოთ აღნიშნულ ბატონო მოსამართლე რა უნდა და მე განცხადების გაკეთების უფლება მაქვს და ნუ შემზღუდდა ძალიან თქო განცხადებებს გამოდის დავასრულოთ ქალბატონათი აღნიშნულ ბატონო მოსამართლე მე მაქვს უფლება რომ რეპლიკით ვისარგებლო და განცხადების სახით გავაკეთო და უნდა მომისმინო სასამართლო ვალდებულება. გარბაში ერთი წუთი წესრიგი შევინარჩუნოთ რაიმე ფორმით ხელი შემეშლება სასამართლო. მაშინ ჩვენ ვინა ვარ და რა სტატუსი გვაქვს გვაინტერესებს. რატო უნდა დავასრულოთ ბატონო მოსამართლე? გამოდის რომ ჩვენ იგნორს გვიკეთებთ 11 თუ 15 ადვოკატს და სახაზინო ადვოკატს ნიშნავთ. რას ნიშნავს თქვენი ქცევა ვერ გავიგე? თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ დატოვოთ თომათა და ბატონო უნდა დავტოვო ვერ გავიგე. ხო იმიტომ რომ თქვენ არ მოგწონთ ჩვენ და სახაზინოები უნდა დანიშნოთ. ესე არ შეიძლება ბატონო მოსამართლე. არ შეიძლება. თქვენი საქციელი რა. მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისად ყველა ბრალდებულთა მიმართებაში დანიშნულია ადვოკატის სახაზინო წესით. იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელ სტომაზე ბრალდების ხარე 7 მოწმე ყავდა. დავასრულოთ ერთი წუთით. თქვენ რომ დღეს სახაზინო წესი და ადვოკატები დანიშნეთ, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეს ისე გაიყვან და ისე დასრულდება, როგორც ეს თქვა, თავშივე თან ჩანაფიქრი იყო. ნამდვილად არ მოხდება ეს. ამის უფლებას არ მოგცემთ. ეს ერთი, მეორე, ნახეთ, სივაკოვ და ყუხარჩუკ 4 ადვოკატი ყავდა, რა საჭირო იყო მათთვის, რომ კიდევ სახაზინო წესით ადვოკატი დაგენიშნათ. როცა ჩვენ ცხადდებით აქ 4-ვე ადვოკატი და ცვლით ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს თუ ყოველდღე არავად. ეს კიდევ მეორე, მესამე, პიროვნებამ რომელმაც დატოვა დღეს სასამართლოს ხდომის დარბაზი და თქვენ მას უნიშნავთ, არც კი განუმარტეთ, რას ნიშნავდა მისთვის სასამართლო პროცესის დატოვება, როცა მას ადვოკატიც არ ყავს და ვერც აუხსნიდა ადვოკატი, ხო? რას ნიშნავს? ეს მოყვანილი ყავს 7 მოწმე ბრალდების ხარეს, უკაცრავად უნდა დავასრულო. მართალია ამ 7 მოწმიდან ჩემ საქმიდან არც ერთი არ არის, მაგრამ შესაძლოა იმ ბიჭის საქმიდან ყოფილიყო და მას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა კითხვები დაესვა თავის საქმესთან დაკავშირებით. ეხლა დავასრულოთ, იმიტომ არასწორი ინტერპრეტაცია დასრულეთ. სახაზინო რომ დაუნიშნოთ, რა უნდა გააკეთოს ახლა იმ სახაზინო პოლემიკაში შემოდიხართ ჩემთან დავასრულოთ საუბარი, დავასრულოთ. ჩვენ ძალიან კარგად მოვისმინეთ, ვერ გავიგეთ, თუმცა მოვისმინეთ თქვენ რა თქვით საზოგადოებრივი. ჩვენ სრული უფლება გვაქვს და თქვენ მესმის რომ შესაძლებელია ვალდებული არ იყოთ, მოვისმინოთ თქვენგან კონკრეტული არგუმენტაცია. აი 10 პირთან მიმართებაში განსაკუთრებით, რომელი მათგანიც ადვოკატებთან ერთად არიან დღეს წარმოდგენილი, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშნვასთან დაკავშირებით, გვაინტერესებს საფუძველი, არგუმენტი, თუ გნებავთ კონკრეტულ ციფრზე, მუხლზე არ მიგვითითოთ, თუმცა არგუმენტაცია გვაინტერესებს, დღეს რატომ იქნა თქვენს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში თუნდაც ონისე ცხადაძესთან მიმართებაში, როცა ადვოკატთან ერთად არის წარმოდგენილი. ეს გვაინტერესებს, უბრალოდ განგვიმარტეთ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როცა მსჯელობდა განმარტება გააკეთა, რის საფუძველზე მიიღო და მგონი თქვენ ალბათ არ მისმენთ. ამიტომ ასეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ აღნიშნულ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარემ მისი აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. გალუსტაშვილმა მისი არაცილება სწრაფი მართლმსაჯულებით დაასაბუთა. რომელი მუხლი გამოიყენებთ? იქნებ მე იმდენად არ ვიცი კანონი და თქვენ იცით ისე, რომ ყოფილა რაიმე შემთხვევა, რის საფუძველზეც შესაძლებელი ადამიანს, რომელსაც ადვოკატი ყავს და რომელიც ყველა პროცესზე დადის, დაუნიშნოთ სახაზინო წესი.
თუ კანონი არ არის და თქვენ ესე გონევრულად თქვენთვის განმარტავთ, იქნებ პრეცედენტული სასამართლო მოვიმხმოთ, აპელაციის გადაწყვეტილება მითხრათ, ან უზენაესის გადაწყვეტილება მითხრათ, ან რაიმე საერთაშორისო სტანდარტი მითხრათ, რომლის საფუძველზეც ამის უფლება გექნება. თქვენ ამას ვერ მეტყვით. აქედან გამომდინარე, ბატონო მოსამართლე, თქვენ აცილების შუანგომებას ვაყენებთ, რომელიც საერთოდ აღარ მსიამოვნებს ამას რო ვაყენებთ, რომ ყველა პროცესზე თქვენი აცილების შუანგომობა არის დასაყენებელი რეალურად. იცით რატო? შეიძლება თქვენ გადაწყვეტილება მიღებული გქონდეთ უკვე ძალიან დიდი ხნით ადრე, მაგრამ პროცედურულად მაინც ხო შეიძლება გამართოთ ეს პროცესი და კანონი მაინც არ დაარღვიოთ. თუ თქვენ ერთ მუხტს მაინც მიმითითებთ, რის საფუძველზე თქვენ რევაზ კიკნაძეს დაუნიშნეთ სახაზინო ადვოკატი, მაშინ მე ვიტყვი, თქვენ სწორი იყავით და სულ ტყუილა არის ეს შუანგობა დაყენებული. 59 მუხლი, რომელიც უკვე თქვენთვის არ ახალი არის, არც ამ პროცესზე და არც სხვა პროცესებზე, ექვე პუნქტის საფუძველზე, ბატონო მოსამართლე, თქვენს მიკერძოებასთან დაკავშირებით არა მარტო ახლა გამოვლინდა, არამედ ყველა პროცესზე, სადაც თქვენ ბრძანდებით, ყველგან ვლინდება ეს. ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს, რომელსაც მე სტრატეგია მაქვს დასახული, მოგყავთ სახაზინო ადვოკატს ნიშნავთ, ბატონო მოსამართლე, რომელსაც შეუძლია ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ რაიმე კითხვა დასვოს. რა უფლებით ერევით თქვენ ამ დაცვის უფლებაში, როდესაც ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს კერძო ადვოკატი ყავს. ფიქრობ, რომ ხართ მიკერძოებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ არაერთხელ სასამართლომ გააჟღერა შემდეგი სიტყვები, რომ მე შეზღუდული ვარ 9 თვიან ვადაში. ეს ნიშნავს იმას, ობიექტური მაყურებლისთვის, რომ თქვენ 9 თვიან ვადაში უნდა გაამტყუნოთ ან გაამართოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ რომ ხედავთ პროცესებს, ეს პროცესები არ გავს იმას, რომ თქვენ სურვილი გაქვთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ თავისუფლებაზე. სხვა შემთხვევაში თქვენ გქონდათ ობიექტური, სამართლებრივი, კანონიერი შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გირაოთი გაგეშვათ, სხვა ნაკლებად კაცი აკვეთი ღონისებებით, დამატებით შეზღუდვებით დაგეწესებინათ და აი ამ ჯოჯოხეთში არ გეტარებინათ ეს ადამიანები და ევლოთ ჩვეულებრივად და აქ მაინც სასამართლოზე შეჯიბრებათობის პრინციპით ეს არ შეზღუდული იყვნენ და ესარგებათ. ეს არის საქმე, სადაც მხარეს შეგვიძლია თამამად, რომ წარმოადგენს სახელმწიფო და სახელმწიფო, რომელიც ხშირად აქ მყოფი ადამიანების გვერდიდან შეფასებულა როგორც არადემოკრატიული და განზრახვის მქონე, რომ ეს ადამიანები დასაჯოს ისე, რომ მათ არ აქვთ არანაირი დანაშაული ჩადენილი. ასეთ პირობებში თქვენ სახელმწიფოს რესურსიდან, როდესაც დანიშნავთ ადვოკატს, ჩვენ დაცვის მხარეს რა გარანტია გვაქვს, ან რატომ და გვსურდეს, რომ სახელმწიფო რესურსით გამოიყოფოდეს პიროვნება, რომელსაც შეიძლება იმაზე მეტი ინტერესი ჰქონდეს საქმის დაზიანების, ვიდრე ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც კომენტარს აკეთებს ხოლმე ამ საქმესთან დაკავშირებით. სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, მათ განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ადვოკატის სკოლა არ სურთ. ჯერ ერთი რაღაც აბსოლუტური ზალადობის ბრალდებით გინდათ გასამართლება და ეგ არის ზალადობა, რაც თქვენ გააკეთეთ ზაღად. ანუ რაღაცას გეუბნებით, არ მინდა თქვა და ძალით მაკეთებინებთ. ანუ ეგ არის ზალადობა, ფსიქოლოგიური გინდა დაარქვით, გინდა ფიზიკური, გინდა მორალური დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით. მე ვენდობი ჩემ ადვოკატსთან, რა ვიცი, შეიძლება ბავშვი მოვანათლიო ჩემს ადვოკატს, ისე იმდენად ვენდობი და რატომ ინიშნავთ ამ იმას სხვა ადვოკატს? არ მესმის, რომ ვერ ხვდები, ჯერ რომ მოვიდეს, ვერ ვენდობი, ამ ფიზიკურად ვერ ვენდობი და რატომ მინიშნავთ ვერ ხვდები და ამას გარდა კიდე მე მჯერა მომავლის რა და ამ შემთხვევაში ადვოკატებმა და იურისტებმა უკეთესად იციან რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს და ალბათ უკეთესად ჩამოაყალიბეს, მაგრამ მე ასე გეტყვით, რაც გინდათ ის გააკეთეთ. რა ვიცი, სამომავლოდ გამოგვადგება აქეთ ფიქრობ. ანუ რაღაცა ძალიან საფის მართლმსაჯულებაა და რამდენჯერ გავიმეოროთ, რომ სისწრაფეს საერთოდ არ ვითხოვ, ჩვენ გვინდა სამართლიანი მართლმსაჯულება. სისწრაფეში შეიძლება სიმართლე დაიკარგოს. და აცილებას რა თქმა უნდა ვეთანხმები, საერთოდ ვერ მივხვდი რა შუაშია სახაზინო ადვოკატი, რა სისულელია. ჩემი ადვოკატის გარდა არც ერთი არ მინდა. თან აშკარად ვატყობ ამ ბოლო დროს, რომ ყოველთვის მხარეს იჭერთ და ყოველთვის მეორე მხარეს იჭერთ რატომაც. ნებისმიერი სადავო საკითხი ჩვენს უარყოფითად გადაწყვეტა ჩვენთვის. არა და მე ვიცი, რომ მოსამართლე ნეიტრალური უნდა იყოს. ყოველთვის გაგაქვთ თქვენი სიტყვა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არა და აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ დიქტატურას ვაპროტესტები და სასამართლოში თუ დიქტატურა დამხდებოდა არ მეგონა. თქვენი წოდეთ, რომ ძალაუფლება არის დროებითი, აი ჩადენილი დანაშაული კი ისტორიაში რჩება სამუდამოდ. სახაზინო ადვოკატებზე არ ვართ არც ერთი თანახმა და უარს ვაცხადებთ ნებისმიერი სხვა ადამიანების ჩართულობაზე, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ვენდობთ ამ ადამიანებს.
და სასამართლო შეუძლია რომ გადაანაწილოს იმის მიუხედავად რომ თქვენ ამბობთ რომ თითქოს აგვისტოსთვის არის აგვისტოს თვეში რა ხდება სასამართლომ თავისი გრაფიკიდან გამომდინარე განსაზღვრა, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ის სამართლი არ აქვს, სამართლის საქმე არ აქვს. სასამართლო შეიძლება თავისი ამ გრაფიკიდან შემთხვევაში ადვოკატებსაც არა აქვთ ხო ანუ ადვოკატები ვერ ახერხებიან რომ დაესწრო სულად გათვალისწინებული იქნა ამისა რომ დავასრულოთ სასამართლო ანუ შეთანხმებულები დაგახსენებთ რომ ვიყავთ უკვე შეთანხმებულები იმაზე რომ ივნისში აღარ უნდა ჩატარებული იყოს ხდომა და თქვენ თქვით რომ ივლისში 12 საათამდე რომ დაგჭირდესო რომ გავჩერდეთო ამ ესეთი ფორმით ჩავატაროთო სასამართლოებიო და ივნისში აღარ იქნებოდა. შემდეგ სასამართლოზე თქვენ რომ მოგზადით, განაცხადეთ რომ სასამართლომ შეიცვალა პოზიციაო და უნდა ჩაინიშნოს ეს სამი სასამართლო ივნისშიო და ამაზე ვლაპარაკობ. დღევანდელ ხდომაზე ბრალდების მოწმის დაკითხვამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა ხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზეზით, რომ პროცესს მისი უფლებადამცველი რეზო აჭარაძე არ ესწრება. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ირაკლი ქერაშვილს განუმარტა, რომ თუ ხდომას დატოვებს, მას ადვოკატ სახაზინო წესით დაუნიშნავს. ამ განმარტების შემდეგ მოსამართლის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მიუთითა, რომ რევაზ აჭარაძეს სასამართლო ერთი თვით ადრე ყავდა გაფრთხილებული, რომ ივნისის ამ პერიოდში დასწრებას ვერ მოახერხებდა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე ივნისში ორი სხდომა დამატებით ჩანიშნა. გუჯა ავსაჯანიშვილის გარდა სხდომების თარიღებთან დაკავშირებით პოზიციები გამოთქვეს სხვა ადვოკატებმაც. ირმა ჭკადუამ მოსამართლეს მიუთითა, რომ სწრაფი მართლმსაჯულება ვერ იქნება იმის არგუმენტი, რომ განხილვა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის 9 თვიან ვადაში დასრულდეს და გათვალისწინებული არ იყოს ადვოკატების საქმიანობა და დატვირთული გრაფიკი. ვინაიდან ჩემი დამცველი არ არის აქ, ვთვლი რომ დღეს შეიძლება გაჟღერდეს ისეთი მოცემულობა, რომელიც იქნება საინტერესო ჩემი ადვოკატისთვის, შესაბამისად არ ვთვლი რომ უნდა ჩართული ვიყო ამ პროცესში. დავტოვებ, რა თქმა უნდა, სხდომას. ერთ საკითხს გაარკვევს სასამართლო, იქიდან გამომდინარე საუდაბლო დაცვის შემთხვევა არ გვაქვს სახეზე, საუდაბლო დაცვა არ გვაქვს, შესაბამისად დღევანდელი მოცემულობით თქვენი ადვოკატის მონაწილეობა სასამართლოს პრობლემას არ უქმნის სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თუ თქვენ დატოვებთ სასამართლოს სხდომის დარბაზს, სასამართლო იფჯელებს თქვენთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით და სახაზინო წესით მიიღებს ადვოკატი მონაწილეობას, გარდა ამისა სხვა პროცესებზეც მიმდინარეობაზეც ხელი რო არ შეეშალოს სასამართლოს, არა მხოლოდ თქვენთან მიმართებაში, არა ყველა ბრალდებულთან მიმართებაში იფჯელებს სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემი კოლეგა დღეს რომ ამ პროცესზე არ იმყოფება, ეს მისი ბრალი კი არ არის, სასამართლოს ბრალია, რადგან ამ ადამიანმა თქვენ წინასწარ გაგაფრთხილათ ამ რიცხვებთან დაკავშირებით და ისაც გითხრათ, რომ ამ რიცხვში ვერ შეცვლებდა და საუქმოდ რომ გაჟღერდეს ეს პირველი მნიშვნელოვანი გარემოება არის ბატონი რეზო, იმიტომ არ იმყოფება ამ პროცესზე, რომ მას გაფრთხილებული ყავდით არაერთხელ და თქვენ მაინც ჩანიშნეთ დღეს პროცესს. თქვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადასინჯოთ ბიჭების აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვების საკითხი. რამდენჯერმე გაჟღერდა უკვე თქვენი მხრიდან, რომ 9 თვიან ვადაში ხართ შეზღუდულები. ეს საუქმოდ მინდა დავაფიქსირო. ხო არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება წინასწარ, რა უნდა გადაწყვიტოთ აღკვეცეც, რადგან უკვე აფიქსირებთ, რომ 9 თვე არის ის ვადა, რომელშიც თქვენ ხართ შეზღუდული. ანტონიკე, დავასრულოთ, არასწორი ინტერპრეტაციას ნუვახდეთ. თქვენ საქმე არ ფაქტის სახით არ მithავს, მაგიტომ დავსვი ჰიპოთეტურად ეს. ინტერპრეტაციას ნუვახდეთ, განხილვის პროცესში ვართ, შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოს დომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე. ასე რომ ცოტა არასწორი. ხო, მაშინ სხვაგვარად გაუგებარია ცოტა ეს საკითხი. სამართლოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომ 9 თვიან ვადაში ხართ შეზღუდული, ჩვენთვის ახმადია, როგორც თქვენ ამბობთ, რომ არ გაინტერესებთ რა მოხდება, განიხილება თუ არა, ის რომ არა ადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა, იმიტომ რომ ყოველდღე პროცესები გვაქვს და თქვავად თქვენ ხართ მოწმე იმის, რომ ორი პროცესი მაქვს სააპელაციაში, მაგრამ ვზივარ აქ, იმიტომ რომ სასამართლოს პატივს ვცემ და ასევე ჩვენ ბრალდებულს, თუმცა რა თქმა უნდა, ის სასამართლოც ითხოვს, რომ ჩვენს პატივი უნდა გვცეო, იმიტომ რომ ჩვენი უფრო ადრე იყო ჩანიშნულიო. ნუ ბუნებრივია მოცემულობა გვაქვს, რომ იმიტომ რომ თქვენ რატომღაც მიგაჩნიათ, რომ 9 თვიან საპატიმრო ვადაში ხართ შეზღუდული, ამიტომ ყოველდღე არაადამიანურ პირობებში უნდა იმუშაონ ადვოკატებმა, მით უმეტეს ეხლა ამ პერიოდში, როდესაც საშებულებო პერიოდია და გვაიძულებთ რეალურად და ყოველდღიურად გვაშანტაჟებთ, რომ მოიწოთ სახაზინო ადვოკატი. არა, სასამართლოს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება სწორედ ამას ნიშნავს. ამიტომ ბატონი ირაკლისთან დაკავშირებით რა პოზიცია? არა, მესმის, მაგრამ გირაოთი დავასრულოთ, ეფექტური მართლმსაჯულება არ იქნება. დავასრულოთ. არა, მე დავასრულებ, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ გირაოთი ვინც გარეთ არის, იმ საქმეებზე ეფექტური მართლმსაჯულება არ დგება?
ამის შემდეგ მოსამართლემ სხდომა დაასრულა, მოწმეების გამოკითხვა ვეღარ შეძლეს. დღევანდელ პროცესზე 7 მოწმე უნდა გამოეკითხათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევას კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვის ეტაპით გაგრძელდება. 11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლის სასჯელის სახე და ზომა 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი მათგანი არ აღიარებს.